მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს უღმესი მადლობა იმის რომ გამოწერეთ გაქცევით ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებთ ვინც არ მიცნობთ გაგეცნობთ მე ვარ კატო და მაქვს თქვენთან ესეთი პატარა თხოვნა რომ იქნებ ვიდეოს ქვემოთ დამიწეროთ რა გაშლები გავაკეთო იმისთვის რომ თქვენთვის იყოს საინტერესო ხო საინტერესო თემა საინტერესო ინფორმაცია და ამის მიხედვით მეც ცოტა დამეხმარებით იმაში რომ ამოვარჩი ხოლმე დღის ბოლოს რა თემას შევეხოთ. დღეს კი ვფიქრობ რომ რაღაცა ამ საღამოს ესეთი გაშლა გავაკეთო, სხვათა შორის ერთ-ერთმა მამაკაცმა მომწერა WhatsApp-ზე აინტერესებდა ვინ ან რა შემოვა მის ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში და ალბათ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ეს საკითხი. მოკლედ ვარიანტი გავაკეთეთ ორი, ვინ და ან რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ხო? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი, მეორე. იმისთვის რომ კიდევ უფრო გაგიმარტივდეთ, მოდით ესეთი პირველი ვარიანტი იყოს ვარდისფერი სპლიყვი და მეორე იყოს ესეთი სერი პატარა სპილო. ხო, ან ერთი ან მეორე, რომელიც თქვენთვის უფრო ესეთი საინტერესო იქნება, რომელიც თვალში მოგხვდებათ, ან უბრალოდ ციფრის მიხედვით, ნახოთ, ვინ ან რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რას შემოიტანს ეს ადამიანი იქნება თუ სიტუაცია, ხო, თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. უახლოეს პერიოდს ალბათ 1-დან 3 თვემდე ყველაზე კარგი იქნება არჩევანი და რაღაცა დიდ ფათაზე არ გავაკეთოთ. მოკლედ, მე დავიწყებ, იმედი აირჩიეთ თქვენ პირველი მეორე ვარიანტი. დავიწყებ მეორეს გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ესეთი, მგონი არ ჩანს აი აქეთ დავდგავ. აქეთ დავდგავ. ისე რომ გამოჩნდეს თქვენთვის აი ეს. ვინც აირჩია ეს პატარა სპილუკა, ნახოთ. ვინ ან რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაცა, ესე ვიტყოდი, წარმატება შემოდის. პრობლემებს, რომელიც თქვათ ეხლა ამ ეტაპზე გაქვთ, შეიძლება ითქვას, რომ უკან მოიტოვებთ, ხო? თქვენს ცხოვრებაში შემოდის სიტუაცია, სადაც ხდება თქვენი ანუ ხდება წარსულში მოტოვება, ხდება გადაჭრა იმ საკითხების, ხო? აქ ჩაჭრა, ანუ სიტუაციების დასრულება, რომელიც თქვათ ხელს გიშლით დღესდღეობით. ესე რომ ვთქვათ წინსვლაში, ხო? რა შემოვა, ნახოთ კიდე რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ვინ ან რა შემოვა. ხო, აი თქვენ ცხოვრებაში შემოდის ახალი ეტაპი და ახალი გზა. ნახეთ, თქვენი დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით, ოღონდ პრობლემური კუთხით, რაც გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფინანსური იქნება თუ პირადი ურთიერთობის მდგომარეობა იქნება, აქ ხდება გახსნა, გაანალიზება, გამოსვლა, ახალი გზების მონახვა. მოდით აქ ესე ვიტყვი, თუ ვინმეს რაიმე არ ვიცი, რაღაცა ბოლო დროს ცოტა ესეთი სიტუაციები მეგონი ეტყობა, როგორც ასეთი ეს დაბნელების კალიდორი ყველასთან რაღაცა ისე მოქმედებს, ხო, რაღაცებს ხურავთ. შეიძლება ითქვას, რომ იხურება რაღაც ეტაპები, რაღაც კარმული მდგომარეობით ეტაპები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ნუ მეტნაკლებად, ხო? აქ პირველ ვარიანტს აქვს ეს მომენტი, რომ სიტუაციები, რომლებიც დღესდღეობით აწუხებს და დღესდღეობით ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში თქვა პირადი არ ეწყობა, თქვათ, ხო, არ აქვს რაღაცა მატერიალურად ისე კარგად საქმე, ამ ყველაფერს უკან შემოიტოვებს, ანუ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი შემოვა, ახალი გაცნობიერება შემოდის, ახალი ენერგიები შემოდის. აქ შესაძლებელია, რომ ვიღაცა მიმართოს კონკრეტულად რაღაც წმენდას, მიმართოს რაღაც განთავისუფლებას, მიმართოს თუნდაც ეკლესიაში რაღაცა თქვათ ლოცვებს, ხო? ანუ აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი ახალი ცხოვრების გზას
ირჩევს, ხო? აი რაღაცა სიტუაციები, რომლებიც აქამდე იყო და თქვათ აქამდე იშრომა რაღაცების რაღაც თემებთან მიმართებაში, თითქოს აი აქ რაღაცნაირად უბრუნდება ამ ადამიანს ყველაფერი, ოღონდ უბრუნდება როგორც იცით სასიკეთოდ, ანუ რაც ესე რომ ვთქვათ, მონადირე როდესაც მიდის, რასაც მოინადირებს, იმას მიერთოს, ხო, საღამოს, ხო? შესაბამისად, აქ არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც ადამიანმა რა ენერგიების ჩადოს, ზუსტად იმ ენერგიებს დაებრუნოს, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი კარგი ენერგიები გაქვთ ჩადებული, ძალიან ბევრი კარგი მდგომარეობა გაქვთ გაკეთებული საზოგადოებისთვის, ხო, რაღაცა დახმარებები გაქვთ გაწეული ადამიანებისთვის და შესაბამისად, ზუსტად ის მომენტი, როდესაც ვკითხულობთ, რომ რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში, შემოდის რაღაცა სიმშვიდე და პრობლემების უკან მოტოვება, ხო? თქვენს ცხოვრებაში შემოდის განახლება, გახსნა და იცით რა მომენტი არის კიდე აბსოლუტურად სხვა რაკურსით, სხვა სისტემით დაიწყებთ ყურებას ცხოვრების მხარეს, ხო? თქვენი სიტუაციების მხარეს. თქვენს ცხოვრებაში შემოდის ძალიან დიდი წარმატება და გამარჯვება. აქ შეიძლება ვიღაცებთან იყოს ესეთი მომენტი, რომ აქამდე თუ ველოდებოდით იმ სიტუაციას, რომ ვიღაცისგან აღიარებას, ხო, თქვათ, აღიარებას იმის, რომ თქვენ ნამდვილად ის ადამიანი ხართ, თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობაში, თუ სამსახურულ კუთხით გინდათ, რომ აღიარება გქონოდათ იმ მხრივ, რომ აი შენი პროექტები ნამდვილად კარგია, ხო? აქ გეტყვით, რომ თქვენს ცხოვრებაში აი შემოდის აღიარება, შემოდის გაცნობიერება, ახალი ეტაპები, შემოდის სხვა თვალით დანახვა ცხოვრების და შემოდის ყველა იმ პრობლემის და ყველა იმ ნეგატივის უკან მოტრიალება, რომელიც აქამდე გქონიათ. ხო, აი თუნდაც ის მომენტი, რომ გიფიქრიათ, რომ აღარაფერი, ანუ უკვე აზრი არ აქვს რაღაცა მდგომარეობას და მაინც არაფერი არ იცვლება, აი უცბად რო იყვნენ, მაშინ შეიცვლება ყველაფერი, ხო? რაღაცა უცბად მოხდება თქვენი ტრანსფორმაცია, აი ზუსტად ესეთი არკანებიც ამოვიდა, როიან კვერთხები ძალიან სწრაფი და სიკვდილის არკანი, ხო, რაღაც უცბად მოხდება თქვენს ცხოვრებაში ესეთი ტრანსფორმაცია, რომელიც მოგიტანთ აი ცნობიერებას, აი აბსოლუტურად აღიარებასაც მოგიტანთ კიდევ ერთხელ გეტყვით, აი აქ არ ვიცი ვის რა მდგომარეობით ახართ, აქ კიდევ ერთს დავძენ, თუ ჩემი კოლეგებიც არიან ჩართულები, აქ რაღაც მომენტში თქვენც გექნებათ ის მომენტი, როდესაც თქვენი შრომა დაფასებული იქნება და ვიღაცებისთვის გახდებით უფრო მეტი ცნობილი, ხო, რაღაცა ეს მომენტიც მოდის აქ. ასე რომ ადამიანები, ვინც პირველ ვარიანტს უყურებთ თქვენს ცხოვრებაში, ნახეთ, კონკრეტული ადამიანი არ მოდის, მაგრამ აქ მოდის წარმატება, აქ მოდის თქვენი ტრანსფორმაცია, აქ მოდის თქვენი ცხოვრების სხვანაირად გადალაგება და თქვენი აღიარება, როგორც ურთიერთობებში, ისე საქმიან, კარიერულ და ფინანსურ კუთხით, ხო? რაღაც პირველ ვარიანტს აქვს ესეთი სიტუაცია, მოკლედ. ძალიან კარგი, ცუდი არ არის ნამდვილად აღიარება, შვენიერია. ეს იყო პირველი ვარიანტი, გილოცავთ წარმატებებს და წინსვლას. და ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც აირჩევს მეორე სერის სპილუკა. ნახოთ, თქვენთან რა შემოდის. თქვენთან ნახეთ, თუ თქვენ ელოდებოდით რაიმე სამუშაოს, რაიმე სამსახურს, თქვათ რაღაცა მატერიალური კუთხით, ხო? პირველი რაც შემოდის თქვენთან, ეს არის მატერიალური მდგომარეობა, ეს არის თქვენი შრომის დაფასება, ეს არის ვისთვის ხელფასის გაზრდა, ვისთვის დივიდენდის მიღება, ვისთვის ახალი სამსახურის გამოჩენა, ვისთვის დამატებითი რაღაც შემოსავლები, ხო? აქ აშკარად ადამიანებს ვის ცხოვრებაში შემოდის რაღაცა ცოტა მეტი მატერიალური წინსვლა, ესე ვიტყოდი, ჯერჯერობით. ნახოთ, აბა კიდე რა შემოდის. ხო, აი, იცით რა, აქ აქტიურობას ძალიან ესეთი
ну აქაც რაღაცა მატერიალური კუთხით შემოდის, იცით? აქ თითქოს ადამიანებისთვის აი უცბად რო გამოჩნდება ისეთი მდგომარეობა, როდესაც საერთოდ რო არ ველოდებით, შეიძლება სამსახურსაც არ ველოდებით რაღაცა ისეთ ცვლილებებს, ხო? მაგრამ ну რეალურად მოხდება, ხო? რაღაცას განახლებას იწყებთ, რაღაცნაირ ეს სიმსუბუქე შემოდის კიდევ ერთი ყველაზე რაღაც ისე წამოვიდა, თითქოს ნახეთ მოგეხსნებათ ყველანაირი პრობლემა ამ ფინანსურიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, აქ მეორე ვარიანტი უფრო რაღაცა მატერიალურისკენ მიდის და ნახეთ, აი თითქოს ძალიან თავისუფლად შეძლებთ წინსვლას, ხო, თქვენი აქ ურთიერთობა ჩემს. აღცა მეორე ვარიანტი როგორც ჩანს, ესე ვიტყოდი, რომ იწყებს ახალ ცხოვრებას. აი ნახეთ, მეორე ვარიანტი ძალიან კარგ ენერგიებში ამოდის და იცით რა არის, აი ის მომენტები, როდესაც თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ყველაფერი დასრულებულია, ну არაფერი არ არის და ის რაღაცა ტკივილების მომენტი, შიშის მომენტის მდგომარეობას, ხო? აბსოლუტურად ყველაფერს ანულებთ. თქვენ საკუთარ თავთან იმუშავეთ, თუ როგორც ჩანს, შეიძლება ითქვას, სულიერი განვითარების, მენტალური განვითარების მდგომარეობით, ხო? რაღაც ეს მომენტიც შემოვიდა და უკვე თვითშეფასების ამაღლება, თვითშეფასების აწევამ თქვენში შემოიტანა ის მომენტიც, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობაც კარგად მიდის და თქვენი ურთიერთობაც კარგად. აქ უკვე შესაძლებელია, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ადამიანიც, რომელთანაც ძალიან კარგ ემოციურ განწყობას მიიღებთ, ხო? ну აქ ესე ვიტყოდი, შესაძლებელია, რომ ცოტა თქვენზე ასაკობრივი ზღვარიც იყოს, ну ქალბატონებთან ცოტა პატარა ასაკის მამაკაცები მივიდნენ, ბატონებთან ცოტა უფრო ესე ვთქვათ, პატარა ასაკის ქალბატონები, ხო? ну ვისთვის როგორ ხა ასაკობრივი მომენტი. აქ იწყებთ თავიდან ცხოვრებას, რომელიც თქვენთვის რა შემოდის კიდე? ხო, თქვენთვის ხსნის ყველანაირ პრობლემას, ხსნის ყველანაირ მდგომარეობას, რომელიც არ მოგწონთ, ხო? თუ ხართ ურთიერთობაში, თქვენი ურთიერთობა რაღაცა თავიდან დაიწყება და თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად აი ემოციურად დაიწყება. თუ გაქვთ აი იცით როგორი მომენტი არის, აი მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ორივე ასპექტი, ანუ პირველში თუ რაღაცა ეს წარმატება და უფრო მიდიოდა იქიდან ცნობადობასთან მიმართებაში და უფრო რაღაც სამსახურობრივი და კარიერული ზრდასთან, აი აქ უკვე ორივე ერთად არის. აქ უკვე მეორე ვარიანტს აქვს აი განულებული უკვე. ნახეთ, იქ პირველ ვარიანტში იყო ის მომენტი, რომ თუ აკეთებდით უკვე რაღაცა თქვენ თავის განთავისუფლებას და რაღაცების ჩახურვას, აქ უკვე ჩახურულია ყველაფერი და ნახეთ, აი ამ ჩახურულიდან გამომდინარე სამყარო გაძლევთ უკვე იმ შრომის საფასურს, რაც ჩადეთ, ხო? იმ შრომის და იმ გაცნობიერების, იმ შიშების დაძლევის, იმ ტკივილების დაძლევის, იმ ბრძოლის საფასურს, რომელიც უკვე გაიარეთ, რომელიც თქვენთვის იყო ძალიან ისეთი მტკივნეული, ხო? ყველანაირად. აქ შემოდის ემოციური ურთიერთობა, სადაც ძალიან კარგ ტალღაზე დაჯდებით, სადაც თითქოს ორივე ადამიანი რაღაცა ერთნაირი შინაგანი სამყაროთი არის და აქ შემოდის კიდევ აი ეს რაღაცა თქვენი შრომის დაფასებაც, რომელიც, ну, ვისთვის როგორ ხო, როგორც ახსენი, ვიღაცისთვის შეიძლება ხელფასის მომატება იყოს, ვიღაცისთვის რაღაცა ახალი სამსახურის გამოჩენა. თქვენ ცხოვრებაში შემოდის რაღაცა კარგი სიახლეები, სადაც თვითშეფასებაც ამაღლებული არის, გაცნობიერებაც უკვე დაწყებული არის ამ ყველაფრის და უკვე იცით როგორი მომენტი, აი უკან მოტოვებული გაქვთ ყველაფერი, თან ეს ყველაფერი მოხდება ძალიან სწრაფად, აი ძალიან უცნაურადაც შეიძლება ითქვას, ხვდებით, აი ეს ყველაფერი რატომღაც აი როგორ თქვა, აი 5 დღე რატომღაც ესე წამოვიდა, რომ აი 5 დღეში ერთ კვირაში თქვენ შეძლებთ დაინახოთ უკვე შედეგები
სად მიდის თქვენი ცხოვრება, ხო? რამდენად კარგად გამოდის ეს სიტუაცია. ნუ ხა ვიღაცისთან შეიძლება 5 კვირაც იყოს, ხო? ყველასთან ერთნაირად ვერ იქნება. თუმცა ძალიან გამიხარდება თუ გამოეხმაურებით მე ამ ვიდეოს, თუ კი სწორად გამოვიდა, ხო? ის რაღაცა დღეებთან მიმართებაში და კვირასთან მიმართებაში, მაგრამ აი ძალიან სწრაფია. როგორც პირველი ვარიანტი, ისე მეორე ვარიანტი. აი იმდენად სწრაფი, იმდენად ემოციურია თქვენი მდგომარეობის შეცვლა, რომ პირდაპირ გეტყვით, რომ აბსოლუტური სიმსუბუქით მიიღებთ თითქოს როგორი მომენტი ეს და აი ადამიანი რო ყველაფერს რო გაუშვებს და იტყვის, რომ ნუ რაც არის ეს არის, ხო? აი რაღაცა მე ვიბრძოლე, ვიშრომე, ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი ჩავდე, აი რაღაცა ყველა მხრივ შევძელი რა თუ აი რაც ჩემს ძალებს აღემატებოდა თუ არ აღემატებოდა, ყველაფერი გავაკეთე და всё, უკვე აი მეტი აღარა მაქვს რესურსი, აი აბსოლუტურად აი ეს რესურსი მერე უკვე თავიდან რაღაცა უფრო მეტი ენერგიით შემოდის მეორე ვარიანტთან. გილოცავთ მეორე ვარიანტსაც, რაღაცა ძალიან კარგი ენერგიები არის, მშვენიერია. თქვენი შრომა დაფასებულია, თქვენი შრომა წარმატებულია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. მადლობა და გთხოვთ, რომ დამიწეროთ ან მომწეროთ, რომ მამცნოთ რა გაშლები, როგორი სახის გაშლები გჭირდებათ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ თითოეულ თქვენთაგანის სურვილი დავაკმაყოფილო, ხო? თუნდაც აი რაღაცნაირად ერთი ადამიანის თხოვნა იყოს და მრავალის არ იყოს, იმ ერთისთვისაც მე ნამდვილად მიღირს რომ ვიშრომო, მიღირს რომ გავაკეთო გაშლა, იმიტომ რომ იმ ადამიანისთვის ეს ინფორმაცია შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ასე რომ ველოდები თქვენს დახმარებას რა კუთხით გავაკეთო გაშლები. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ. დროებით.